Გავბრუნდით პირდაპირ ეთერში და სანამ მოვიწვევთ ჩვენ სტუმრებს და ვისაუბრებთ ევროპის დღეებზე საქართველოში, მანამდე უნდა მოგითხროთ ნინო ხარატიშვილის ქართულ-გერმანული სპექტაკლის შესახებ. ეს გახლავთ ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი პროექტი. რუსუდან გიორგაძე უფრო მეც გვიამბობს. მოგესალმებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრიდან. აი ჩემს უკან ხედავთ საკმაოდ უცნაურ დეკორაციას, რომელიც პრემიერისთვის მზადდება. მომდევნო 3 დღის განმავლობაში თეატრში გათამაშდება სპექტაკლი სახელწოდებით მრისხანება, სადაც მთავარ როლებს ქართველი და გერმანელი მსახიობები თამაშობენ. თავად მრისხანების ავტორი კი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილია, რომელიც თავად ხელმძღვანელობს და თავად არის რეჟისორი ამ დადგმის. ერთ-ერთ მთავარ როლს კი ქალბატონი ნინო ბურდული თამაშობს და ახლა უფრო კარგად დეტალებზე და სპექტაკლზე გვესაუბრებიან თავად ისინი. ქალბატონ ნინო, როგორც ვიცი, ისტორია ვითარდება 8 მთავარი პერსონაჟის გარშემო, რომელთაც საკმაოდ რთული ცხოვრება აქვთ და საინტერესო და მათ ცხოვრებაში დგება ერთი დღე, როდესაც უნდა მიიღონ საბედისწერო გადაწყვეტილება. როგორ შეიქმნა ეს პერსონაჟები და რა აკავშირებთ მათ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, მათი ბიოგრაფიები იკვეთება? კი, ეს ეპიზოდური დრამა, ფაქტორად ყველა დამოუკიდებელი პერსონაჟია, თავიდან არ არის ერთმანეთთან ურთიერთკავშირი არ აქვს. მე ნელ-ნელა იკვეთება რომ აქვთ, ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, ანუ მაყურებელი ხედავს. ეს პიესა შეიქმნა, თემა იყო კრიზისი, ანუ კრიზისი როგორც ასევე სულიერი, ასევე ყველანაირი მდგომარეობა, ეგზისტენციალური, ასევე ფინანსურიც და სხვადასხვა ხო მასმედია იყო ჩემი ინსპირაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი აბსურდული რაღაცები მოვიძიე, წავიკითხე. თუმცა ახლა ვერ ვიტყვი, რომ ყველა რაღაცა დოკუმენტურ მასალას ყველა პერსონაჟი ეფუძნება. და მათ ალბათ საბედისწერო ხო რაღაცა ესეთი საბედისწერო დღე არის ნაჩვენები, ამიტომ ასევე სახელწოდებაც მრისხანება, როდესაც მათი რაღაცა პრობლემა და კრიზისი რაღაცა პიკს აღწევს და ეს რაღაცა კულმინაციაში ან უარყოფითად დადებითად რაღაცა ხო კვანტის გახსნა ჩიხში შედის და რაღაცა კვანტის გახსნა ხდება კი. მე მინდა კითხოთ დეკორაციაზე. მე პირადად არ მინახავს ასეთი დეკორაცია, როგორც მივხვდი, აი ამ წრეში ვითარდება მოქმედება. ჩემი მხატვარი არის ამ დეკორაციის იდეის ავტორი იულია ბრილენოვიკოვა, რომელთანაც უკვე წლები ვამუშაობ. ასევე კოსტუმების დიზაინერი გუნა მაიერი, რომელიც სამწუხაროდ არ არის ახლა აქ. და ეს არის ალბათ სიმბოლური იდეა უფრო ეს სცენოგრაფია, ვიდრე რაღაცა კონკრეტული ვთქვათ სივრცე. ანუ ეს არ არის არც სახლი, არც რაღაც ვთქვათ ქუჩა. ეს არის უფრო რაღაც სიმბოლური მდგომარეობა, სადაც რომელიც ბევრ ასოციაციას იწვევს. ჩაკეტილი წრის ასოციაციას პირველ ყოველ შემთხვევაში, იდეაში ეს გსურს და იმედია მაყურებელიც თავის რაღაც ინდივიდუალურ მასაც რაღაც ინდივიდუალური ხედვა ექნება ამ დეკორაციასთან დაკავშირებით. გერმანიაში ამ სპექტაკლს მოყვა ძალიან კარგი გამოხმაურება, განსაკუთრებით აღინიშნა სამსახიობო ანსამბლი. ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ორენოვანი პიესა, ეს რთულიცაა, იმიტომ რომ თვითონ მსახიობებისთვისაც დიდი გამოწვევა, როდესაც არ გესმის პარტნიორის, უკვე სხვა რაღაცაზე გადადის, ვთქვათ, არის სხვადასხვა დუეტები არის, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ახლა ნინო ბურდული ქართველს რომელიც თამაშობს, იქამდე ის გერმანულად თამაშობდა გერმანიაში, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საჩუქარია, რომ ორ ენაზე შეუძლია მსახიობს. არის ასევე, ვთქვათ, პატა ინაურის და იოანა აივორტის დუეტი, სადაც პატა ქართულად მეტყველებს და საუბრობს და ის, ვთქვათ, პარტნიორი გერმანულად პასუხობს. არის მარტო გერმანული, ასევე მარტო ქართული, ანუ სხვადასხვა ენობრივი მოდელებია და საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ რა თქმა უნდა, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ასევე ძალიან ბევრ რაღაცა ახალს აღმოაჩენა ამ სახის მუშაობისას ამ პროცესში, იმიტომ რომ გადადის რაღაცა სხვა რაღაცაზე უკვე კონცენტრაცია, ფიზიკურზე, ვთქვათ, ემოციაზე, იმაზე, რომ როდესაც სხვა ესეთი ორი განსხვავებული კულტურა ერთმანეთს ხვდება, ანუ როგორ კომუნიკაცია რა სხვა ვთქვათ, ენა როდესაც არ არის ისე პრიორიტეტული, რა სხვა ხერხების გამოყენება შეიძლება ამ დროს კი. ძალიან დიდი მადლობა და თქვენი აზრით როგორ მიიღებს ამ სპექტაკლს ქართველი მაყურებელი? სიახლეა ორ ენაზე ნათამაშები პიესას მაინც საქართველოში. ძალიან ვიმედოვნებ, რომ დადებითად. ყოველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ყველას გვინდა და გვსურს და მაინტერესებს მე პირადად ძნელია ყოველთვის ობიექტურად შეაფასო, ხა მე იმდანაც უკვე სუბიექტურად უყურებ და აღვიქვა ამ დადგმას, რომ რა თქმა უნდა ძნელია გარედან შევხედო, ვთქვათ, ვინ რას დაინახავს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რა თქმა უნდა, რომ დადებითად. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ ნინო ბურდულთან მინდა გადავინაცვლო. თქვენი პერსონაჟის შესახებ მინდა მომიყვეთ, ალუბლის ტორტის მოყვარული შაკიკიანი პროდიუსერი.
ეს პერსონაჟი ძალიან ტიპიურიც არის და რა ვიცი ჩვენ ვეცადეთ რომ თლათ ძალიან არატიპიურიც არ გაგვეხადა, მაგრამ ცნობადი სახეა, როგორც საქართველოში ვამბობთ ხოლმე, ასეთ ცნობად სახებს ბევრს ვიცნობთ. არ ვიცი ასეთი ალტერნატივების წინაშე დგებიან თუ არა ისინი ცხოვრებაში, მაგრამ სავსებით შესაძლებელია რომ დგებოდნენ, იმიტომ რომ ყველა ადამიანს, რომელიც ზემოთ აბობღებას ცდილობს, ყოველთვის უდგება მომენტი, როცა მან უნდა გადაწყვიტოს, რის ფასად უნდა აბობღდეს ზემოთ. ეს ფასი ძირითადად ჰუმანურობის ხარჯზე ხდება ხოლმე ამ ფასის გადახდა. რა გითხრათ? მე არ მგავს ეს პერსონაჟი, ამით იყო ჩემთვის საინტერესო, მაგრამ გავს ჩემთვის ნაცნობ ძალიან ბევრ ადამიანს. გერმანულ ენაზე თამაშზე მინდა გკითხოთ. ძალიან დიდი გამოწვევა ალბათ, ხო? ეს გერმანული აუდიტორიის წინაშე ითამაშო მათ მშობლიურ ენაზე. კი, გამოწვევა ნამდვილად არის, სანერვიულოც არის, სტრესის გამომწვევიც არის, მაგრამ მე მესამე ვითამაშე გერმანულად და ეს რა თქმა უნდა უკვე შედარებით იოლი იყო ჩემთვის, ასე ვთქვათ, ხო? და ახლა აღმოჩნდა რომ უკუღმა გამიჭირდა ამ პერსონაჟის ქართულ ენაზე გადმოტანა, ცოტა გამიჭირდა და ცოტა ეხლა ამის გამო ვარ სტრესში, რომ მშობლიურ ენაზე იგივე პერსონაჟი შევინარჩუნო, იმიტომ რომ ენას მაინც რაღაც თავისი მუსიკა აქვს, რომელიც გამჯდარია რაღაცნაირად სამეთყველო აპარატში ჯდება, სხეულთან ერთად არსებობს და ცოტა რთული ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა. მე რაც ვნახე, დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერა არაჩვეულებრივად ჩაივლის. მე კი ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მომდევნო 3 დღის განმავლობაში სპექტაკლი მრისხანება შეგიძლიათ ნახოთ საღამოს 8 საათზე. ძალიან საინტერესო ნამუშევარი, რომელიც რაღაც ცხოვრებაში მთავარ ღირებულებებზე კიდევ ერთხელ გადაგახედებთ და დაგაფიქრებთ კითხვაზე, რომელ ცხოვრებას, როგორ ცხოვრებას ვირჩევთ. გვიწვიეთ და გაატარეთ დღე ევროკავშირთან ერთად. დიახ, ასეთი მოწვევა მივიღეთ ჩვენ ყველამ.